მადლობ დიანა. ახლა ზოგადად თავის მოტყუება იმის უარყოფა, რომ ტრანსატლანტიკური, ასე ვთქვათ, ერთიანობაში განხეთქილების გაჩენა არ არის დამაზიანებელი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც აქვს იმედი თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომის და მხარდაჭერის, იმიტომ რომ ტრანსატლანტიკური ერთობა არის ზოგადად მნიშვნელოვანი აწლეულების მანძილზე იყო მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა შევხედოთ იმ პროცესებს, რაც დღეს მიმდინარეობს. რა პრაქტიკული ზეგავლენა ექნება ამას უკრაინის ბრძოლის უნარიანობაზე, მე ეს შემიძლია მხოლოდ შევაფასო იმ განცხადებებით, რასაც ჩვენ ვისმენთ უკრაინელებისგან. ისინი ყოველ შემთხვევაში ვხედავთ, რომ აკეთებენ ისეთ შეფასებას, რომ რა თქმა უნდა, არავინ არ ასე ვთქვათ უარყოფს, რომ შეჩერება სამხედრო დახმარების ამერიკის მხრიდან ექნება შესაბამისი ზეგავლენა, მაგრამ არც უიმედოდ ხატავს სიტუაციას. მე რაც ვნახე შეფასებები უკრაინული მხრიდან. ამ ეტაპზე საუბარია სამთვიან მარაგზე, თუმცა მანამდე იყო 6 თვეზე ლაპარაკი. მაგრამ მაინც იმედი დავიტოვოთ, რომ ევროპელი მოკავშირეების დახმარებითაც შეიძლება უკრაინა, ვაშინგტონი, კიევი, ვაშინგტონის ურთიერთობა დათფეს. ხო, იცით რა ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად ის ფაქტი, რაც დღეს ევროკავშირში ხდება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, მოდი ვთქვათ, რომ სპეკულაცია დღეს ნებისმიერი საუბარი იმაზე, რომ ამერიკის პოზიცია ასე ვთქვათ, ის რომელიც ფაქტიურად უკავშირდება მათ პოზიციონირებას, რომ უსაფრთხოების აქტორი ევროპის სივრცეში უნდა იყოს ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვიცით, ეს არის მოკლევადიანი პერსპექტივა, თუ ეს არის საშუალოვადიანი, თუ გრძელვადიანი, ანუ ამაზე სპეკულაციებში ახლა ჩვენ ვერ შევალთ. ჩვენ შეგვიძლია ერთადერთი რაც შევაფასოთ ცალსახად არის ის, რომ ევროკავშირმა გაიაზრა და ევროპამ გაიაზრა, რომ ახალი რეალობა ამათ წინაშე და ჩვენ ვნახეთ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს ევროკავშირი, რაც შეეხება, ასე ვთქვათ, საკუთარი თავდაცვის უნარიანობის შექმნას, გაზრდას და გაძლიერებას და უსაფრთხოების სისტემის განახლებას, უკვე სადაც ევროკავშირი იმთამაშებს მთავარ და გადამწყვეტ როლს. მოასწრებს, ეხლა არის თუ არა მთავარი კითხვა, მოასწრებს თუ არა აი ამ რესტარტს ევროპა იმ გამოწვევებს, მოქმედ ომს, მიმდინარე ომს და სრულიად არ არის გამორიცხული, რომ გეოგრაფიის გაფართოებასაც ამ ომის თუ რაღაცნაირად აი ამ ევროპული უსაფრთხოების სივრციდან შეერთებული შტატები გავა. პირველი გეოგრაფიის გაფართოება წარმოუდგენელია, იმიტომ რომ რუსეთი არის სინამდვილეში ძალიან მძიმე ვითარებაში, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და მე ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ რუსეთზე ეკონომიკური წნეხი გაგრძელდეს და ეს ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ მთავარი რისკი გამოვაჭრებაც უნდა პუტინს ამ შემთხვევაში არის ამოსუნთქვის შესაძლებლობა ეკონომიკურის. გეოგრაფიული გაფართოება კონფლიქტის გამორიცხულია, რაც შეეხება გაძლიერებას შეიარაღების. მე მინდა რომ ვთქვა, რომ პირველ რიგში ევროკავშირს აქვს შესაბამისი ფონდები, როგორც ჩანს, მათ შორის სხვადასხვა აქტივები გაყინული, რომელიც მობილიზაცია მოხდეს გადაიარაღებაზე და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობს უზარმაზარი ინდუსტრია, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პირველ რიგში, რომელსაც აქვს საკუთარი ინტერესები. ამიტომ ამერიკის ფული თუ არ დაიხარჯება შეიარაღების განახლებაში, შეიძლება ამაში დაიხარჯოს ევროპული ფული, მაგრამ სურველი, ასე ვთქვათ, ამ ფინანსების ათვისების იქნება. ამიტომ მრავალკომპონენტიანია სინამდვილეში ეს პროცესი. აქ მთავარი ჩვენთვის, როგორც საქართველოსთვის და ჩვენთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის მთავარი გამოწვევა ის, რომ აი ამ განახლების პროცესში ევროპული უსაფრთხოების კონცეფციის სად არის დღეს საქართველო, მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ ევროპა მსჯელობს სწორედ იმაზე, რომ სხვა დახმარებასთან ერთად უნდა დაჩქარდეს მაქსიმალურად უკრაინასა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და უკრაინა უკვე იწყებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს და მოლოდინი არის, რომ ძალიან სწრაფად გაივლიან ისინი ამ გზას და საქართველო, რომელსაც ჰქონდა ყველანაირი შანსი, რომ აი ამ გაფართოების ფანჯარაში მოხვედრილიყო და ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მიგვეღო
სწორედ ისეთი პირობები, რომ ჩვენ სწრაფად გაგვევლო ეს გზა, ბიძინა ივანიშვილის რუსული პოლიტიკის შედეგად საქართველოსთან დღეს გაყინულია ყველანაირი გაწევრიანების პროცესი. ეს პროცესი ფაქტიურად აღარ არსებობს საქართველოს შემთხვევაში. ჩახსნა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ეხლა სწრაფად მოძრაობდეთ აი ამ შესაძლებლობის ფანჯარაში გასულელად. იმ პერიოდში, როდესაც კი ბატონო, იმ დროს, როდესაც ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპის მოცემულობა ასეთია, შტატები უარს ან აპაუზებს უკრაინისთვის დახმარების მიცემას და ზოგადად ამბობს, ეს ვთქვათ, რომ მარტივად ვთქვათ, ტრამპის ენაც ძალიან მარტივია, რომ ევროპელებმა ევროპის კონტინენტზე რაც ხდება, ეს ევროპის თავის ტკივილი იყოს სამხედრო თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხოების თემა არანაირად ამერიკის შეერთებულ შტატებზე, არამედ ევროპაზე უნდა იყოს მიბმული, ანუ ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში უნდა იყოს განხილული. აი როგორ ხედავთ თუ ივანიშვილის ასევე მცდელობაზე, რომ დაალაგოს ისე, რომ რაღაც უსაფრთხოების ნაკლები პრობლემა შეიქმნას ან ჩინეთთან სტრატეგიული შეთანხმებით ან სხვადასხვა ტიპის მოძრაობებით, რომელსაც ის ცდილობს აი ამ ევროპის საპირწონედ. მე საერთოდ ვერ ხედავ ივანიშვილი რას ცდილობს, გარდა იმისა, რომ შეესრულოს რაღაც მიწისქვეშეთა მოლაპარაკებების პროცესში, ალბათ იმიტომ რომ საჯაროდ არ ხდება ეს პროცესი, ანუ რაღაც ანდეგრაუნდია. არსად არ ხდება, ივანიშვილი დღეს არის დაკავებული მხოლოდ იმით, რომ ქვეყნის შიგნით გააუქმოს ყველანაირი დემოკრატიული სივრცე და ჩვენ ნახეთ რა განცხადებები და რა შეფასებები კეთდება მათ შორის ვენეციის კომისიის მიერ ამ ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ზოგადად რა ასე ვთქვათ დამოკიდებულება არის. ერთი ეს არის დემოკრატიის გაუქმების და თავისუფლების სივრცის გაუქმების მცდელობა ქვეყნის შიგნით და მეორე საერთაშორისო ასპარეზზე სრული აბსოლუტური იზოლაცია. სად არის დღეს ჩასული კობახიძე, ხო ვერ მეტყვით, ან ბოლოს როდის იყო, რომ ვინმე საერთოდ საბჭოთა სივრცეში მოძრაობს და ამიტომ არანაირი დაბალანსების პოლიტიკას არავინ არ ეწევა, არც საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვას არავინ არ ეწევა და ევროპის როლს რაც შეეხება ჩინეთთან სტრატეგიული შეთანხმება ვიგულისხმე ამ კუთხით და იმიტომ ჩინეთთან შეთანხმება ივანიშვილს მხოლოდ სჭირდება იმისთვის, რომ მხოლოდ ერთადერთი და ესეც იყო სწორედ იმ პოლიტიკის ნაწილი, რომ დასავლეთი გაეძევნიდა, მათ შორის შეგახსენებთ ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით, რაც ჩაატარა ივანიშვილმა, ამიტომ ეს საქართველოს ინტერესების, ასე ვთქვათ, მომსახურება კი არ არის, ეს პოლიტიკა არის რუსეთის ინტერესების მომსახურება, იმიტომ რომ რუსეთი დიდი ხანია, რაც საქართველოს არსებობს დამოუკიდებელ სახელმწიფო, ცდილობს გააძევოს დასავლეთი ამ რეგიონიდან და ჩვენი ქვეყნიდან და ამას დღესდღეობით ამ დავალებას უსრულებს ივანიშვილი. რაც შეეხება ევროპულ უსაფრთხოების ქოლგას, მე მინდა რომ ყველა შევახსენო, იმიტომ რომ ხშირად გვავიწყდება, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ასე ვთქვათ, გარანტიები საკუთარ თავზე აიღო სწორედ ევროკავშირმა და დღემდე საქართველოში მოქმედებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი. ასე რომ რაიმე ახალი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა უნდა იყოს სწორედ მთავარი მოთამაშე ჩვენს ქვეყანას თუ ჩვენს ქვეყანაზე თუ ვსაუბრობთ. ბუნებრივია ჩვენი ქვეყანა ჩვენთვის მთავარი ინტერესია. უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს. პრობლემა არის სხვა რამე, რომ დღეს, როდესაც ჩვენ ისე ახლოს უნდა ვიყოთ ევროკავშირთან, როგორც არასდროს, სწორედ იმიტომ, რომ აი ამ დიდი უსაფრთხოების თემებში დიდ თემებში, როგორიც არის ერთიანი თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარება, შექმნა შესაბამისი ინსტრუმენტების, შესაბამისი დაფინანსების, ამ ყველაფერში ჩვენ როდესაც უნდა ვიყოთ ფაქტიურად თანასწორი პარტნიორი, დღეს საქართველოს ხელისუფლებას არავინ არ ელაპარაკება ევროკავშირში, ფაქტიურად საქართველოს ხელისუფლება არის გამოცხადებული როგორც ასე ვთქვათ, პერსონა ნონ გრატა, შეიძლება ითქვას დიპლომატიურ ენაზე, იმიტომ რომ შეწყვეტილია ყველანაირი მაღალი დონის კონტაქტები. საქართველოს შეიძლება ითქვას, რომ გასული 10 წლეულების მანძილზე უფრო შორს გაწეული ევროპისგან არ ყოფილა, ვიდრე დღეს არის. დღეს მხოლოდ ის განიხილება, როგორ ჩაიხსნას ყველა ფორმატები, რაც ჩვენ წლების შრომის შედეგად მოვიპოვეთ და ეს აისახება მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაზე, იმიტომ რომ
როდესაც საუბრობთ უსაფრთხოების პოლიტიკაზე. თუნდაც თავი დავანებოთ ეკონომიკას, დავანებოთ თავი იმას, რომ აბსოლუტურად გაყინულია რეალურად ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შანსები და ჩვენ ვნახავთ, რომ შედეგები აი ამ იზოლაციის სულ უფრო და უფრო მძიმე იქნება. უსაფრთხოების თემები ავიღოთ. რაიმე გარღვევა გვაქვს ჩვენ უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში, რაიმე ძვრები გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, უკეთესად არის დაცული ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რეგიონები, არ იტაცებენ ჩვენს თანამოქალაქეებს, არ ღრმავდება ანექსიის პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიებში, თუ რომელი ერთი გამოწვევა არის გადაჭრილი დღეს ამ ხელისუფლების მიერ, რომელმაც ერთადერთი რისთვისაც იყენებს ის აი ამ უზარმაზარ მართლაც არსებულ გამოწვევებს დღეს, რომელიც არის შექმნილი ჩვენს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის, ასე ვთქვათ, ფონზე, ერთადერთი რისთვისაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი ამ სიტუაციას იყენებს, ეს არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის გაუქმების მცდელობა, ამ ქვეყნის კიდევ უფრო მეტად გაღარიბების პოლიტიკა და ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკა და მე მაინტერესებს საქართველოს რომელი მოქალაქის ინტერესებს ემსახურება აი ყველაფერი ეს, რისთვისაც დღეს ივანიშვილი იყენებს ამ შექმნილ ვითარებას ის მთავრობა, რომელსაც არა აქვს ელემენტარული პრობლემების გადაჭრის უნარი, რომელიც ადამიანების წინაშე დგას, მათ შორის ჩვენ ვიხილეთ ახლა დიდთხოვლობასთან დაკავშირებით, როგორ ექცევა ადამიანს და მოქალაქეს სახელმწიფო, როგორ მიაგდო ბედის ანაბარა ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ამ ხელისუფლებამ, რომელიც მუდმივად ცდილობს საზოგადოების დაშინებას და გვატყუებს, რომ აქვს რაღაცა პოლიტიკა, რომელიც რაღაცნაირად ვიღაცის უსაფრთხოების გამტკიცებას ემსახურება და ამის ნაცვლად საქართველოს, ჩვენს ქვეყანას და ყველა მის მოქალაქეს აქცევს აბსოლუტურ იზოლაციაში, რომ ჩვენ გავხდეთ კიდევ უფრო ადვილი ლუკმა პუტინის რეჟიმისთვის. აი ეს არის ამ ხელისუფლების რეალური პოლიტიკა, როდესაც ჩვენ მართლა შესაძლებლობების ფანჯარა გვეხსნება, იმიტომ რომ სამწუხარო რეალობა ის არის, რომ დიახ, შეიძლება ძალიან მძიმე ფასად, მაგრამ არსებობს კრიზისები, რომლებიც შესაძლებლობად იქცევა და ამ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის სწრაფი წარმართვა, რაზეც ჩვენ ვერასდროს ვერ ასე ვთქვათ, ვიოცნებებდით, არის ამ კრიზისის შესაძლებლობა, შექმნილი შესაძლებლობა, რომელსაც საქართველო კარგავს ერთადერთი მიზეზით, რომ ყავს კორუმპირებული რუსული რეჟიმი, რომელიც დღეს ამ ქვეყანას მართავს. მადლობა სალომე სამადაშვილს, რომელიც ჩვენს კითხვებს პასუხობდა და